მშვიდობისა საქართველო დღეს 25 ივნისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. ირანთან 12 დღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნილი. აღდგა სასწავლო და სამუშაო პროცესი, გაიხსნა საჰაერო სივრცე. ბენ-გურიონისა და ჰაიფას აეროპორტების სრული ოპერირების რეჟიმში გადავიდნენ. მიმართვა გავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ სამხედრო კამპანია ისტორიულ გამარჯვებად შეაფასა, რადგან ისრაელმა მისი თქმით აღმოფხვრა ირანიდან მომდინარე ორი ეგზისტენციალური საფრთხე, ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები. ისტორიულ გამარჯვებას თავის მხრივ ზეიმობს ირანიც. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს, მათ შორის ბირთვული ობიექტების განადგურებასა და ამ მიმართულებით კვლევის შეწყვეტას. სამშვიდობო შეთანხმებას ეხმიანება ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასაშვებად მიიჩნევს ირანში რეჟიმის ცვლილებას და ამასთანავე აღნიშნავს, რომ უნდა რეგიონში ვითარება, რაც შეიძლება სწრაფად დამშვიდეს. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 18 პირს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მასშტაბური ნარკორეიდი გუშინ თბილისსა და რეგიონებში საერთო ჯამში 20 ადგილას ერთდროულად ჩატარდა. ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის უკვე გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ნარკორეიდს გუშინვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მიზნით კანონში ცვლილებები დაანონსა. დატვირთული კვირა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები დღევანდელ სესიაზე დაჩქარებული წესით განიხილავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებებს. პროექტის თანახმად ცილის წამების საქმის განხილვისას მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს დაეკისრება. გარდა ამისა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით აღნიშნული კანონიდან მთელი რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად რეგულირება ხდება. ცვლილების ავტორები განმარტავენ, რომ სიახლე საზოგადოებაში ვინმეზე რამის დაბრალების შემთხვევაში მეტ პასუხისმგებლობას გააჩენს. მიმდინარე პროცესების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს ცვლილებებს ოპოზიცია. არანაირი სიტყვის თავისუფლება, არანაირი ადამიანის უფლებები, არანაირი სამართლიანი სასამართლო რეჟიმი იტყვის და ფაქტიურად დაპატიმრებული ხარ ავტომატურად. ძალიან ცუდია რაც ხდება, ეს ნოვინახოთ ერთობლიობაში, ლიდერებს აკავებენ, მედიაზე ცენზურას აწესებენ, ეს ამის ნაწილია. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შედის ცვლილებები, რომლის შესაბამისად მტკიცების ტვირთი გადადის ინფორმაციის განავრცელებაზე. ცვლილებების კანონად ქცევის შემდგომ უკვე ინფორმაციის გამავრცელებელს მოუწევს მტკიცება, კონკრეტულად მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიმართლე თუ ტყუილი. ამავდროულად შედის ცვლილება სამოხალხო საპროცესო კოდექსში და დგინდება შემჭიდროებული ვადები მსგავსი საკითხების განხილვისა სასამართლო ერთი თვის ვადაში იქნება ვალდებული მოახდინოს პროცესთან დაკავშირებული მთლიანი გადაწყვეტილების გამოტანა. კიდევ ერთი ცვლილება, რომლის დამტკიცებასაც კანონმდებლები მიმდინარე კვირის ბოლომდე აპირებენ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ეხება. საკითხზე დეპუტატები დღეს თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოგვიანებით კი სესიაზე უკვე პირველი მოსმენით იმსჯერებენ. სიახლის მიხედვით სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. აღნიშნული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რეგულაციების გამკაცრებას მოსამართლისადმი უპატივცემულობის შემთხვევაშიც. უმრავლესობა თვლის, რომ ეს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის შესაბამისი ცვლილება რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრება. სასამართლოზე და პროცესებზე მედიის აკრძალვა და გადაღების აკრძალვა გამოწვეული არის იმით, რომ ამ რეჟიმს არ სურს იხილოს საზოგადოებამ თუ როგორი უსამართლობა ხდება სასამართლოში, თუ როგორ ემორჩილება მოსამართლეთა დიდი ნაწილი პოლიტიკურ კონიუნქტურას. ფოტო-ვიდეო გადაღება, რა თქმა უნდა, იქნება ნაწარმოები სასამართლოს მხრიდან და ყველა დაინტერესებულ ადამიანს თუ პირს შეიძლება რომ გამოითხოვოს, მათ შორის აუდიო-ვიზუალური მასალა და ის ოქმები, რაც წარმოებს სასამართლოს ფარგლებში, თუმცა სასამართლოს პროცესზე არავის არ მიეცემა საშუალება, რომ პროცესი გახადოს რაღაც და გადააქციოს ცირკად.
ბოლო 13 წლის განმავლობაში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები. ამ თემის განხილვით დაიწყება დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომა. საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მიწვეული არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. მაკა ბოჭორაშვილსა და გივი მიქანაძეს გამოკითხვაზე 10 საათისთვის ელოდებიან. დაბარებული არიან საგამოძიებო კომისიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლების საპარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი და ბატონი გივი მიქანაძე. ამ ორი ადამიანის დაბარება გათვალისწინებულია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იტყვიან იმის შესახებ, თუ როგორ უშლიდა ოპოზიცია ხელს და ჩვენს ქვეყნის განვითარებას ევროინტეგრაციის გზაზე. ისინი არიან ამის მომსწრენი, რადგან ისინი ამ პერიოდში მუშაობდნენ ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ ყოველივეს ამას მოვისმენთ. გენერალურ პროკურატურაში საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თემაზე სასაუბროდ ხელმეორე დაიბარა გიორგი გახარია. შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, რომელიც უშუალო განკარგულებითაც მოხდა ჩორჩანა საგუშაგოს გახსნა. ამ ფაქტს უკავშირებს მართველი გუნდი ქვეყნისთვის დამატებითი ტერიტორიების დაკარგვას. გახარია ამ დრომდე საქართველოში არ იმყოფება, იმ შემთხვევაში თუ ყოფილი პრემიერი 2 ივლისამდე კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდება, მისი საქმე პროკურატურას გადაეცემა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩორჩანას თუ რაიმე სხვა საქმის გამო მოუძებნიან ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას საფუძველს, რომ მისცენ პასუხისგებაში. თუ უნდათ რომ გახარია წავიდეს ციხეში, ეს შეიძლება იყოს ჩორჩანას საქმის მეშვეობით. ჩორჩანას ინციდენტმა საქართველოს ჩააგდო საკმაოდ მძიმე პროვოკაციული გამოწვევის წინაშე. მის შედეგად 1 მილიონი კვადრატული მეტრი ტყის მასივი ოკუპაციის ზოლში მოექცა და ამაზე აღარცხდება ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება და ამავდროულად საქართველოს დადგა ძალიან მძიმე პროვოკაციის წინაშე არანაკლები, რაც იყო 2008 წელს. საქართველოს პირველი საპატიო საკონსულო გაიხსნა ლუქსემბურგში. ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა. ვახტანგ მახარობლიშვილმა დამსწრა საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა საქართველოს პირველი საპატიო კონსული პიტერ სოდერმანსი. სოდერმანსი წარმატებული ლუქსემბურგელი ბიზნესმენია, 12 წლის განმავლობაში მას ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. საპატიო კონსულის ინსტიტუტის ჩამოყალიბება საგრძნობლად ხელშეუწყობს ლუქსემბურგსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული კავშირები, ხალხთა შორის ურთიერთობები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ წარმატებულები ვიყოთ. საქართველოში ლუქსემბურგის საპატიო საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ პოზიციის დაკავება, ვინაიდან თავს საქართველოს ნამდვილ მეგობრად მივიჩნევ. ჩემი მიზანია ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, განსაკუთრებული აქცენტით ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებსა და გარკვეულ დიპლომატიურ ინიციატივებზე. რაც შეეხება ეკონომიკის სფეროს, ვგეგმავ თანამშრომლობას სავაჭრო სამრეწველო პალატასთან, ლუქსემბურგელი ბიზნესმენებისთვის ბიზნეს სემინარის ორგანიზების მიზნით, რომელიც საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლაზე იქნება ორიენტირებული. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ევროპის უნივერსიტეტში სკრინინგის თემებზე შეხვედრა გაიმართა. ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელმა სკრინინგის მნიშვნელობაზე, როგორც კიბოს პრევენციის საშუალებაზე ისაუბრა. პრეზენტაციის შემდეგ ეთერ კიღურაძემ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ეროვნული სკრინინგ ცენტრი განაგრძობს შეხვედრებს მიზნობრივ აუდიტორიებთან. ამჯერად ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა კიბოს სკრინინგის პროგრამების შესახებ. სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მიესწოდათ ინფორმაცია აღნიშნული პროგრამების სარგებლის შესახებ. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის სტუდენტების ჩართულობა ამ პროცესში, რადგანაც
მათ უნდა მიიტანონ თითოეულ მოქალაქემდე ინფორმაცია აღნიშნული პროგრამების სარგებლის შესახებ. გაგვაცნეს უახლესი ინფორმაცია, უახლესი სტატისტიკა. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეროვნულ სკრინინგ ცენტრს აღნიშნული აქტივობის მხარდაჭერისთვის და განხორციელებისთვის. ჩვენთვის როგორც ევროპის უნივერსიტეტისთვის და განსაკუთრებით მედიცინის ფაკულტეტისთვის მსგავსი ინფორმაციის გაზიარება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ამბების ნახორცლად ჩვენს ვებ გვერდზე Rustavi2.G შეგიძლიათ კურიერი 8-ზე ამით დასრულებულია. მე 9-მდე გემშვიდობებით.